ასეთი დიქტატურის დამყარება საქართველოში, ასეთი ავტორიტარული რეჟიმის დამყარება საქართველოში არის შეუძლებელი, თუ არ იქნება დიდი მეზობელი ავტორიტარი მმართველის, ანუ დიქტატორის დახმარება. რატომ? იმიტომ რომ საქართველოს არის ტერიტორიულად შედარებით და მოსახლეობის შედარებით პატარა სახელმწიფო და არ აქვს ნავთობი და გაზი. ანუ ფიზიკურად დიდი გარე დიქტატორის მხარდაჭერის გარეშე აქ ნამდვილი ავტორიტარული რეჟიმის დამყარება შეუძლებელია. ჯერ ერთი იმიტომ რომ ეს ფიზიკურად ამის ფინანსური რესურსი არსებობს, მეორე პოტენციურად ავტორიტარიზმის დამყარების მსურველი ვერ ბედავს ისეთ რადიკალური ნაბიჯების გადადგმას. თუ არ იქნება დარწმუნებული გარედან დიქტატორის დახმარებაში და პუტინის წარუმატებლობა უკრაინაში და მისი წარუმატებლობა უფრო და უფრო მეტი წარუმატებლობა სხვადასხვა მიმართულებებით ეს პოტენციურად ავტორიტარული რეჟიმის დამამყარებლებს ვერაბედინებს რომ გადადგას ისეთი ნაბიჯები რომ ნამდვილი ავტორიტარული რეჟიმი დაამყარონ, იმიტომ რომ ფიქრობენ რომ ვაიდა ვერ მოიგოსო პუტინმა, ვაიდაც უარ წავიდესო პუტინის საქმე მაშინ რა გვეშველებაო. სწორედ ამიტომ არის რომ პუტინის წარუმატებლობის ბრალია ის რომ პუტინის წარუმატებლობიდან გამომდინარე არის ის რომ დღეს საქართველოში გარკვეული თითქოს ის შეინიშნება და აკვირდით რა ხდება მაგალითად დემონსტრანტებზე ძალადობაში ბრალდებით რამოდენიმე ადამიანი მაინც დააკავეს, რა თქმა უნდა, არასაკმარისია, მაგრამ რამოდენიმე მაინც დააკავეს. ახლა მართალია საპროცესო შეთანხმებით, მაგრამ დემონსტრაციებთან დაკავშირებით რამოდენიმე ადამიანი გაანთავისუფლეს თავისუფლების აღკვეთიდან. დააკვირდით ოცნების მიერ შეტანილი საარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით უკან იქნა გაწეული თითქოს იმ მოტივით, რომ ისა რა ქვია, იმ მოტივით, რომ უნდა ჩავამატოთო სხვა პარტიები, მათი აკრძალვას უნდა მოვითხოვოთო. ჩემი აზრით სიამოვნებაში ეს იმიტომ იქნა უკან გაწეული, რომ ვადა გადიოდა საკონსტიტუციო სასამართლოში მისი განხილვის და ვადისათვლა რომ ხელახლა დაიწყოს. ანუ მსოფლიო პროცესებს ელოდებიან, მათ შორის ელოდებიან ამერიკის კონგრესის არჩევნებს, იმიტომ რომ იციან რომ თუ მართლა აკრძალავენ პარტიებს, მერე შეიძლება უკან დასახევი აღარ დარჩეთ და ამ შემთხვევაში 10 ქულიან სისტემაში ეკონომისტის სიაში, სადაც საქართველოს მხოლოდ დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, სადაც საქართველოში დემოკრატიის ინდექსი მხოლოდ 4.36 ქულით არის შეფასებული. ცნობისთვის მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში 4.7 იყო შეფასებული. ანუ მაშინაც ძალიან დაბალი იყო და მაგრამ ახლა იმასაც ჩაცდა ოფიციალური მონაცემებით და 4-ს ქვევით უკვე ავტორიტარული სახელმწიფოების ჩამონათვალი იწყება და კარგად იციან რომ მართლა თუ აკრძალავენ პარტიებს 4 ქულას ჩაცდება მაშინ საქართველოს დემოკრატიის ინდექსი 4 ქულას თუ ჩაცდება მაშინ ავტომატურად დადგება საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობასთან შეთავსებულობის საკითხი. ასევე ავტომატურად დადგება ევროკავშირში უვიზო გადაადგილების საკითხი. ეს კარგად იციან და დააკვირდით ცოტა მორბილებასავით თითქოს იგრძნობა. რატომ? იმიტომ რომ ელოდებიან მსოფლიო პროცესების განვითარებას. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, როგორც მოგეხსენებათ, ბევრი საქართველოში არაერთი პუტინის გულშემატკივარი ელოდებოდა, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაშიო უკრაინაში ომს დაამთავრებს ტრამპიო იმის პუტინის გამარჯვებითო და პუტინი და ტრამპი გაიყოფენო მსოფლიოს და საქართველოს პუტინის ზონაში მოხდებაო, მაგრამ ახლა ხო უკვე ნახა ყველამ რომ ეს გეგმა ჩაშლილია, რომ ეს გეგმა იმთავითვე არარეალური იყო და ახლა უკვე ცდილობენ რომ უკან დასახევი დაიტოვონ, იმიტომ იციან რომ თუ უკან დასახევს ჩაჭრიან და ამ დროს პუტინის საქმე ცუდად წავიდა, მაშინ ეს სცენარი რა თქმა უნდა მათთვის მიუღებელია და ეს სერიოზულად არის დაკავშირებული საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ჯიბეებთან. რამე თუ რაც უფრო მაღლა არის აბსოლუტურ უმეტოს შემთხვევაში სოფლიოში არის ასეთი ვითარება. რაც უფრო მაღლა არის დემოკრატია, მით უფრო მაღლა არის იმ ქვეყანაში ეკონომიკური ცხოვრების დონე. ანუ ერთსულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი ერთსულ მოსახლეზე გადაანგარიშებით როგორც ნომინალში, ასევე ყიდულუნარიანობის პარიტეტით და მით უფრო დაბლა არის საბანკო კრედიტებზე სესხის გადასახდელი პროცენტი. ხოლო რაც უფრო დაბლა არის სახელმწიფოებში დემოკრატიის ინდექსი, უმეტეს შემთხვევაში მით უფრო დაბლა არის ერთსულ მოსახლეზე ცხოვრების დონე, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტი ერთსულ მოსახლეზე გადაანგარიშებით როგორც ნომინალში, ასევე ყიდულუნარიანობის პარიტეტით და მით უფრო მაღლა არის ბანკის სესხებზე გადასახდელი საპროცენტო ბანკის სესხებზე გადასახდელი პროცენტების ოდენობა. რატომ? იმიტომ რომ რაც უფრო დაბლა არის დემოკრატიის ინდექსი, ეს არის ცუდი სიგნალი ინვესტორებისათვის და მაშინ ინვესტორები უფრო ერიდებიან ინვესტირებას იმ ქვეყანაში, რაც იწვევს საინვესტიციო ფულის ნაკადების შემცირებას, ანუ ფულის გაძვირებას, ანუ ბანკის სესხებზე პროცენტის გაძვირებას. ხოლო თუ დემოკრატია უფრო მაღლა არის, მაშინ
ის სახელმწიფო უკეთეს უფრო მიმზიდველად ითვლება საინვესტიციოდ და ეს იწვევს ფულის ნაკადების ზრდას და ვალუტის ნაკადების ზრდას და საბანკო სესხებზე პროცენტების შემცირებას. და ეს ძალიან ეს არის აბსოლუტურ უმეტეს შემთხვევაში ასე, მხოლოდ ამაზე არ არის დამოკიდებული, ასევე დამოკიდებულია რეგიონში არსებული ვითარებაზე და ასე შემდეგ, მაგრამ და ასევე ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტორის ხელსუშლის საინვესტიციო მიმზიდველობას, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა, მაგრამ თლიანობაში დააკვირდით ესეც იმაზეა მიბული პუტინის წარუმატებლობაზე ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის მოგვარება საქართველოში და ახლა კონკრეტულად მე მინდა მაგალითად მესტიის რაიონზე რო ვთქვა, მესტიის რაიონი არის ვინაიდან ტურისტული რაიონია ერთ-ერთი ყველაზე უფრო ერთსულ მოსახლეზე დაკრედიტებული, ანუ ერთსულ მოსახლეზე ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალია ბანკის სესხების ოდენობა და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალი თვითონ მესტიის რაიონში, თვითონ დაბა მესტიაში, რადგან ძირითადად აქ არის განთავსებული ტურისტული ობიექტები და ანუ ძალიან მაღალია აქ ერთსულ მოსახლეზე გადაანგარიშებით საბანკო სესხების მოცულობა და აქედან გამომდინარე, რაც აი კონკრეტულად ახლა მესტიის მაგალითზე რო ვილაპარაკოთ, მესტიის რაიონის, ანუ ზემო სვანეთის და დაბა მესტიის მაგალითზე, რაც უფრო მაღლა იქნება დემოკრატია, მით უფრო დაბალი საპროცენტო გადახდა მოუწევს მაგალითად ზოგადად საქართველოს მოსახლეობას, ვისაც სესხები ექნება, მაგრამ მესტიის მაგალითზე იმიტომ მომყავს, რომ როგორც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სესხების ერთსულ მოსახლეზე გადაანგარიშებით დასახლებული არის, ანუ საშუალოზე გაცილებით მეტი. და რაც უფრო მაღლა იქნება დემოკრატია, მით უფრო ნაკლები იქნება ბანკის პროცენტებზე სესხები, ბანკის სესხებზე პროცენტები გადასახდები და რაც უფრო დაბლა იქნება დემოკრატია, მით უფრო მაღლა იქნება ბანკის სესხებზე გადასახდები პროცენტების ოდენობა და თან, რაც უფრო დაბლა იქნება დემოკრატია, მით უფრო დაბლა იქნება ტურისტების რაოდენობა, მაგალითად სხვა ინვესტიცია, არა მარტო ინვესტიციების, არამედ ტურისტებისაც და რაც უფრო მაღლა იქნება დემოკრატია, მით უფრო მაღლა იქნება ტურისტების რაოდენობა. ანუ ეს არის ურთიერთგადაბმული სისტემა. ანუ დემოკრატია დღევანდელ სოფლიოში აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში დემოკრატიულ სახელმწიფოებში არის გაცილებით უფრო მაღალი ცხოვრების დონე და გაცილებით უფრო დაბალი საპროცენტო გადასახდები საბანკო სესხებზე. და არის გამონაკლისი შემთხვევები, სადაც ცხოვრების დონე მაღალია ავტორიტარულ სახელმწიფოშიც, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, როდესაც ერთსულ მოსახლეზე ძალიან დიდი რაოდენობით ნავთობსა და ბუნებრივ აირს, ანუ გაზს მოიპოვებენ, ან ორივეს, ან ერთ-ერთ მათ გაზს. და ბუნებრივი ნავთობი და ბუნებრივი აირი ეს ისეთი რაღაცა, რომელიც ან არის იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ან არ არის. თუ არ არის, ვერ გააჩენ იმას. ხოლო დემოკრატია ესეთი რაღაცაა, რომ შეიძლება არ იყოს ქვეყანაში, მაგრამ შექმნა. აი ამ დეტალებზე მინდოდა მელაპარაკა. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. კარგად ბრძანდებოდეთ და დანარჩენი მოვლენები გამოჩნდება ალბათ.